Tails and tasting. Tails and tasting. What? Tails and tasting. Tails? And tasting. ხო, მე ციგარო თქვი. გამარჯობა. Buongiorno. მე მქვია, ცოტათი რთული სახელი მაქვს. გიორგი. Tails and tasting. ანუ YouTube არხი Tails and tasting. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ეგრეთ წოდებულ სასმელებზე, კონკრეტულად ღვინოზე. ანუ ძალიან გავს ადამიანს. ღვინო ჩემი პატარა დაკვირვების შედეგად ჩვეულებრივად იბადება როგორც ადამიანი, ჩვეულებრივად შედის ბაღში, მერე მიდის საშუალო განათლებას იღებს, შემდეგ ამთავრებს უმაღლეს, შემდეგ ძალიან ბევრ და დიდ ცხოვრებისეულ პრაქტიკას გადის, რომ მოხდეს ჭიქაში. აი ამ ჭურჭელს, ასე ვთქვათ, ეძახის ბოკალს, ან ღვინის ბოკალი, ან შეიძლება რაღაც მრავალფარდოვნად გამოუვიდეს და ეს ლუცკი დაარბილოს, რა ბოკალე, აი ესე ვთქვათ. როცა ძალიან თავისუფლად შეგიძლიათ მას უწოდოთ და მას მერწმუნებთ ქართულ ენაზე, ქვია ღვინის ჭიქა. დაკოპირება არის, რომ დღევანდელ დღემდე მოვედით აი ისეთი ცოდნა დაკარგულები, რომლებიც რამოდენიმე წლის უკან ვიყავით, მე რასაკვირველია ღვინოსთან მიმართებაში გულისხმობ. მოკლედ, ჩემო მეგობარმა მითხრა, რომ ძალიან სწრაფად უნდა ვილაპარაკო და შევეცდები ახლა მე ძალიან შეხედე არ გამომდის. და დღევანდელი ღვინის სამყარო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ამარტივებს და ეს ეგრეთ წოდებულ ჩარჩოებში ღვინოს აღარ აყენებს. ღვთის მას მარტივს. აი მაგალითად თუ კი აქამდე ჩვენ ვიცოდით რომ ღვინის ბოთლი აუცილებლად უნდა ყოფილიყო საცობით დახშული, დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად მოვიხმაროთ ისეთი ღვინო, რომელიც თქვენ წარმოედგინეთ საცობის გარეშეა. ძალიან მარტივი სახრახნისი აქვს ზემოდან, მას მარტივად ესე მოხსნით და ახალგაზრდა ღვინოს გემრიელად და სწორით შევიგრძნობთ. ხელთ მიჭირავს, ასე ვთქვათ, ღვინის პროფესიონალური სახსნელი. შემდეგ ხელის მარტივი ზემოთ მოძრაობით ცდილობთ, რომ იქ დაძინებული ჯინი გარეთ გამოუშვათ. ჩემი რჩევა მეგობრებო, რომ ღვინის საცობს არ მიაღებინოთ აი ესეთი ხმა. რომელსაც აი პირით რო აკეთებენ ხოლმე, მე ვერ ვაკეთებ, მაგრამ მაინც. ანუ რატო? იმიტომ რომ აქ დაგროვილი ჰაერი პირდაპირ მანიშნებელია იმის, რომ ცოდნე ადამიანებისაც ღვინო ესმის, მარტივად მიხვდება, რომ ღვინოში დაავადება. შესაბამისად, რაც უფრო საცობს ამოიღებთ ნელა და ხმის გარეშე, თქვენი ერთ-ერთი პროფესიონალური მხარე იქნება ღვინის გახსნაში. პირველი მოძრაობა, რასაც და დახმარება, რასაც ჩვენ აი ეს ერთი რაო? ანუ პირველი დახმარება იმისა, თუ ჩვენ კარგ ღვინოს ვაგემოვნებთ, თუ არა არის გვიკეთებს ამას ღვინის საცობი. და რატო? ზუსტად ღვინის საცობზე არის ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, აი ეს ძმრის, აი კიტრი პამიდურის სალათას რომ მოვასხავენ ხოლმე, ხო მიგირთმევიათ ეგეთი ძმარი, ხო? აი პირველი არომატი, რაც წამიწვავს ცხვირის რეცეპტორებს. ანუ მე უკვე მეუნება და მელაპარაკება საცობი, მანამ აქედან ჯინი ამოვა, რომ ეს ღვინო უკვე არაჩვეულებრივია, მანამ გადავალ მე შემდეგს. შეეცადეთ, როცა ღვინოს ასხავთ, ბოთლი არ შეეხოს ჭიქას. ნახეთ რა ლამაზია, როცა ბოთლიდან ჯინი თქვენ ჭიქაში გადმოდის. დააკვირდით. ძალიან მარტივად მე ამ ხელს აი ესე გავაკეთებ და ბოთლი უკვე საშუალებას მაძლევს, რომ არც ერთი წვეთი არ დავარდეს ჭიქის ფარგლებს გარეთ. მე ღვინის ფერი მეუნება ის და მიამბობს მის ტექნოლოგიაზე. თუ მეღვინემ რა პროცედურები გაიარა, რომ ამ ღვინოს ფერი მისცემოდა. ღვინის ფერს განაპირობებს არა მარტო მეღვინე, არამედ რასაკვირველია დედაბუნება. მეორე ეტაპი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის არომატი. იმიტომ რომ მანამ დავაგემოვნებთ, ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ცხვირის რეცეპტორები თუ რა არომატის ღვინოს მივირთმევთ. ხო, არომატი ძალიან მარტივად მეუნება ის, რომ ამ ღვინოზე ძალიან ბევრი იწვალა მისმა შემქმნელმა და არა მარტო მისმა შემქმნელმა, არამედ ბუნებამაც. ეცადეთ, რომ ღვინის
მოყულპვის, მოსმის, რა ვიცი კიდევ რა შეიძლება უწოდოთ, შემდეგ ეგრევე არ გადაუძახოთ ღვინოს. არამედ ჯერ გააღიზიანოთ ენის რეცეპტორები. ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს. ერთ-ერთი ჩემი ღვინოსთან მიმართებაში მასწავლებელი თავიდან რომ მეუნებოდა ამას ვერ ხვდებოდი და ეხლა ვხვდები. დღეს არა, კაი ხანია უკვე მივხვდი. და მინდა რომ თქვენც დააკვირდეთ ამას. ღვინოს რომ მიირთმევთ, კი არ უნდა დალიოთ ღვინო, არამედ უნდა შეჭამოთ ღვინო. მანამდე მის გრადუს, ალკოჰოლს და ხასიათზე დავიწყებ ლაპარაკს, მე უკვე ვიცი რომ მივირთმევ ღვინოს. ბუნებაში ცუდი ღვინო უბრალოდ არ არსებობს. მერწმუნეთ მაგაში, რადგან თუ კი ღვინო ბოთლში ჩაისხა, ან ქვევში, ან კასში, ან თუნდაც საქართველოში საყვარელ ჭურჭელში ეს არის 20 ლიტრიანებში და უკვე ეს 20 litrianები თქვენ წარმოედგინეთ აი ეს რომ მესმის ხოლმე მტკივა უკვე გული აქამდე როცა დილეტანტები ვიყავი არ ვაქცევდე მაგას ყურადღება პლასტმასის ოციანებში რო არის მე ვხედავ როგორ იტანჯება იქ ეს ღვინო ხვდებით და რახან ღვინო ბოთლში ასხია მე ეს გავხსენე ეს პროცედურა მარტივი გავიარე ხო მე უკვე მივირთმევ ღვინოს უბრალოდ ეს ღვინო შეიძლება იყოს რაღაცით რაღაცაზე ნაკლები ან მეტი და აი ამაზე შეიძლება ისაუბროთ თქვენ ღვინოსთან მოსაუბრესთან არა რო წარმოგვიდგენია ჩვენ რომ ღვინოს მივირთმევთ და ძალიან ბევრი ცოტა ირონიულად უყურებს სომელიებს ღვინის მცოდნეებს ენოლოგებს რომ რაშვაშია ყურძენთან ატმის არომატი რაშვაშია ღვინოსთან მსხლის ან ვაშლის არომატი ხვდებით მე მინდა ძალიან მარტივად გითხრათ რომ გემო კაცობრიობაში დღემდე არსებობს 5 ეს არის წარე გემო მალაშე გემო მჟავე გემო კბილი გემო და უმამი აი ეს მეხუთე მიყვარს მაგრამ ამას აღარ ჩაგიშლით და დროს აღარ წაგართმევთ დანარჩენი უბრალოდ ყველაფერი არის არომატები ტონები აი უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ მე დარწმუნებული ვარ ნებისმიერ თქვენგანს ახსოვს ის როგორ მოგპიჩა პირველად ვაშლი ნუ რამდენი წლისები ვიყავით მეც არ მახსოვს მაგრამ აი ერთ-ერთი ხილი ავიღოთ ვაშლი ხო მე მოგპიჩე ვაშლი და ვიღაცამ მითხრა რომ ეს იყო ვაშლი და ჩემმა ტვინმა მიიღო ინფორმაცია ენის რეცეპტორიდან რომ ეს იყო ვაშლის არომატი მაგრამ არავის არ უთქვია რომ ეს ვაშლი იყო მჟავე ეს ვაშლი იყო ტკბილი ხვდებით თავი არის ტონი და როცა ჩვენ ღვინოს მივირთმევთ ჩვენი აი ეს ტვინი რომელსაც ენის რეცეპტორმა უნდა მიაწოდოს რომ hello ეს ვაშლია აუცილებლად უნდა გავაიგებოთ ის არომატი თუ რასთან ახლოს არის ეს იქნება ის გულწრფელი ასე ვთქვათ საუბარი ღვინის არომატებზე რაც დღესდღეობით ხშირად ეშლებათ და მერწმუნეთ სომელიებიც კი ხშირ შემთხვევაში იყენებენ რას რომ მათ იციან რომ პირობითად რაღაცა ტერიტორიაზე მოყვანილი ვაზის ჯიშს აქვს დამახასიათებელი კონკრეტულად კურკოვანი ხილის არომატები და ის უბრალოდ დაზეპირებულ დაზუთხულად იძახის რომ ამ ადამ ღვინოს აქვს გარგლის არომატი და რასაკვირველია მას ეს ეთვლება იმასთან ვინც იცის მაგრამ თქვენ მარტივად როცა ღვინოს მიირთმევთ არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თეთრი თუ წითელი თუ ვარდისფერი ღვინო პირველი რასაც დააკვირდეთ თუნდა და გაიხსენოთ გიორგი არის ის რომ დახუჭოთ უბრალოდ თვალები გულწრფელად თქვენ თავს უთხრათ თუ ის გემო რომელიც თქვენ ენის რეცეპტორს მოხვდა ტვინს მიაწოდოს ინფორმაცია თუ რა არომატთან და ტონთან არის ახლო ხომ ძალიან მარტივია ბლიცის სტუდიაში რა არის ბლიცი არ ვიცი მაგრამ ბლიცის სტუდიაში რა არის ბლიცი ბლიცი არის ბლინი ვიცი რა არის მაგრამ ბლიცი არის ბლიცი დევს ამაში ხო აი მეშტოს ბლიცი აიღე რა ზოდიაქოსი იქნებოდა ღვინო მერწყული ღვინო კაცია თუ ქალი
ჩემთვის ესე კონკრეტულად სქესი არ არის, ამიტომაც ღვინო არის დედალიც, არის მამალიც, იმინა ღვინოზეა საუბარი. და არა მცენარეზე, თორემ მცენარე კიდე ცალკე თემაა დედა-მამალის თემაზე. ღვინო თავისი ფერით, სიტუაციით, გემოთით, წლით, მე ვენახით არის ის სქესი, რა სქესაც იმ წუთში ჩვენ ვიცნობთ. აი ხლა ეს მე რო გავსინჯე, არის ბექა. შენ ძმობას მიცავა. ეს ხარ შენ. შენნაირი ტიპი, ანუ როგორც ადამიანებში რა, ნებისმიერი ადამიანი გამოხატავს თავის ინტელიგენტობას და თავის პროვინციალიზმს. ღვინოც ეგეთია, მე ხვდი, ანუ შეიძლება იყოს რაღაცა მიტოპაპას გაკეთებული, რომელსაც ის პროვინციალობა ძალიან უხდება რა, კონკრეტულ სიტუაციაში. მე ხვდით, მაგრამ მიტოპაპას პროვინციელი ღვინო როგორ უნდა იყოს დედალი, ხო, ხომ მიხდი, ანუ მამაკაცი ჯილა მიხოპაპას ღვინოა რა ხვდებით, მაგრამ არ ნიშნავს ეს, რომ მიხოპაპას ღვინო ცუდია, იმიტომ რომ იმ წუთში მიხოპაპამ ისეთი მწვადი შეიძლება შეგიწვათ, რომ რაც არ უნდა შატო დე მაზაფაკას ღვინო მიირთვა მერწმუნე რა, რომ მიხოპაპას ღვინოზე მაგრად იმ წვადს არაფერი არ მოუხდება. ყველაზე ცუდი კომბინაცია რომელია ღვინოსთან? სპირტიანი, ყველაზე ცუდი ტეკილა. ღვინო დილას თუ ღვინო საღამოს? დილასაც და საღამოსაც. რა მოხდება თუ ერთი წელი არ დალევ ღვინოს? ძალიან მოგენატრებ. რო არა სომელე ღვინო, რომელ სასმელთან ისურვებდი ეს მსგავს ახლო კონტაქტს? ვისკი. მე რამდენი ადგილას დგას შენთვის ღვინო? პირველზე. რომელია მეორე? ვისკი. თეთრი თუ წითელი? ორივე. მშრალი თუ ტკბილი? მშრალი. ქვევრის თუ? ქვევრი. და იცი ღვინო როგორ ჩანს მიკროსკოპში? კი, მე ნანახი მაქვს, მაგრამ თქვენ მოდი მაშინ ერთად ვნახოთ. აქ რა ხდება? ვაფშე სხვა სამყაროა და სხვა ცხოვრება, რაც მერწმუნე უნდა ნახო. იცით როგორ არ მინდა რომ დაგემშვიდობოთ, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ მე თქვენთან მინდა. დავარქვათ ამ გადაცემას? არა. მოკლედ, დროებით მარტივად ვიტყოდი, როგორც მარტივად დავიწყეთ. ჩვენ დარწმუნებული ვარ, ისევ შევხვდებით. დინ დინ დინ